რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლი 8 წლიანი პატიმრობა პირადი მიზნით 2 გრამამდე კლუბური ნარკოტიკის შეძენა შენახვისთვის. პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს მამუკა ბერძენიშვილს სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. საუბარია სულ 2 გრამამდე კლუბური ნარკოტიკის ეგრეთ წოდებული MDMA-ის შეძენა შენახვა მოხმარებაზე. ბრალდების მხარე 9 წლიან პატიმრობას ითხოვდა, რაც მოსამართლემ საბოლოოდ 1 წლით შეამცირა და არსებულ კანონზე დაყრდნობით ბერძენიშვილს მინიმალური, თუმცა 8 წლით პატიმრობა განისაზღვრა. ეს განაჩენი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა სასწრაფოდ საჭიროებს შეცვლას და დოზების საკითხის გადახედვას. აცხადებენ მოძრაობა თეთრი ხმაურის წევრები, ასევე მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ არსებული არაადეკვატური სასჯელების პირობებში კონკრეტული საქმის განხილულ მოსამართლეს მაინც რჩება იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს და მიმართოს უზენაეს სასამართლოს. მამუკა ბერძენიშვილი პირველ არხზე მემონტაჟედ წლების განმავლობაში მუშაობდა, მანამდე აქტიურად მისდევდა სპორტულ ცხოვრებას. შეჯიბრებში ის არაერთი მედია ტურნირის გამარჯვებულია და მონაწილეობდა კამპანიაში არა ბიო ნარკოტიკს. მამუკა ბერძენიშვილი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე დაოჯახდა. როგორც მეგობარი, როგორც მეგობრები, ისე კოლეგები მამუკა ბერძენიშვილს მხოლოდ როგორც უკონფლიქტო და დადებით ადამიანს ახასიათებენ. მას ჰქონდა უბრალოდ კლუბური ნარკოტიკი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის, თავისი გართობისთვის სჭირდებოდა რეალურად, თუმცა ამის გამო ის დაისაჯა. შეიძლება დამნაშავეა, იმიტომ რომ იცოდა რა მახინჯ კანონთანაც ჰქონდა საქმე, მაგრამ ალბათ მაინც ვერ წარმოედგინა, რომ 1 გრამზე და 2 გრამზე მას ამდენი წლით თავისუფლებას აღუკვეთავდნენ. პირდაპირ მნიშვნელობით დაუნგრიეს მას მთელი ცხოვრება. და რის გამო? იმიტომ რომ წავიდა და თუნდაც თავის თავს აყენებდა ზიანს. მაშინ მოდით და ავდგეთ. დავიჭიროთ ადამიანები, რომლებიც სიგარეტს ეწევიან, დავაპატიმროთ ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლს მოიხმარენ. და ესეთ ცხოვრებას თავაზობს მას სახელმწიფო 8 წლით ის უნდა წავიდეს ციხეში. სრულიად მიუღებელია, რა თქმა უნდა. მოსამართლეს უკვე არსებული გადაწყვეტილებების გამო გათვალისწინებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ აქამდე მიიღო, ესეთ შემთხვევებში აქვს ლეგიტიმური საფუძველი ეჭვი შეიტანოს კანონიერებაში. პარლამენტი თვიდან თვემდე, სეზონიდან სეზონამდე ახდენს და ახერხებს, რომ ეს კანონპროექტის განხილვა გადადოს, გაწელოს. ინდივიდუალური მოხმარების დოზის დადგენა სწორედ არის ის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უნდა მოხდეს შეთანხმება იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი წარმატებით გამოვიდეს სესიაზე და იქნეს მიღებული. არაუგვიანეს საგაზაფხულო სესიის დასრულებისა ეს კანონპროექტი უკვე უნდა იყოს წარდგენილი პარლამენტში.